ბათუმში თავისუფალი დემოკრატების რიცხვი მცირდება. პარტია დღეს 80 წევრმა დატოვა და მხარდაჭერა კოალიცია ქართულ ოცნებას გამოუცხადა. ალასანიას ყოფილი თანაგუნდელები პარტიის რიგებიდან წასვლის მიზეზად ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით თავდაცვის ექს-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებებს ასახელებენ. დავით მიქელაძე ამბობს, რომ მისი პარტიიდან წასვლა თანამდებობის შენარჩუნებას არ უკავშირდება. მიქელაძე ამჟამად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს. ვეთანხმებით თავისუფალი დემოკრატების ლიდერების პოზიციას თითქოს და ქვეყანა ცდება ევროატლანტიკურ გზას, ესე არ არის. პირიქით ჩვენ აგრძელებით წინსვლას ამ კუთხით და მე ვრჩები მიღებულების და ფასოლების ერთგულებას ქართულ ოცნებას აქვს და რაც პრემიერს აქვს. და მე ვრჩები ამ გუნდის გვერდზე. პარტია დავტოვეთ 80 ადამიანმა და კიდევ არიან ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი რომ დატოვონ. უბრალოდ ალბათ ისინი უახლოეს დღეებში გააკეთებენ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. მე პირადად 2010 წლიდან ვარ პარტიის წევრი და აქტიური წევრი. და ეს ბიჭები ვინც ვართ აქ ვიყავით ძალიან აქტიურად ჩართული და ფაქტიურად პარტია ის მშენებლობა კონკრეტულად ბათუმში გაიარა ჩვენ მხრებზე.